გამარჯობა ძვირფასო გამომწერებო. ამჯერად მინდა შემოგთავაზოთ ახალი განხილვა თამბაქოსი. როგორც აღნიშნეთ, თამბაქოს კარგი ხარისხიანი თამბაქოს შოვნა საკმაოდ ჭირს ახლა საქართველოში. გამოწერა თავისი ნიუანსები აქვს და ისეთი დეტალები აქვს, რომ ეს რთულია, იმიტომ რომ იქ რაღაც 18 წლამდე ასაკი რაღაც პირადობას ეთხოვენ ევროპასა და ამერიკას გულისხმობ იქ უნდა იყოს იქაური საბუთი თუ არ უნდა იყოს და რაღაცა ეს დადასტურების მომენტი ძალიან რთულია. ახლა ამაზე შევეცდები როდესაც ცალკე ვიდეო გამოვწერო და მოკლედ წვალობ ხა არა, მაგრამ აი ესეთი საწვალებელი არის კარგი ხარისხის თამბაქოს ყიდულობ თუ არ უცხოეთში სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ხა როდესაც მინდა და რამდენი ხითაც მინდა მასე ვერ ვახერხებ რომ ვიმოგზაურო და გავიდე ქვეყნებიდან. ამიტომ ხანდახან კეთილი ადამიანები, მეგობრები, ახლობლები ვიციან ეს ჩემი ჰობი და გატაცება, ცდილობენ ჩავამიტანონ და ესეთი კეთილი ადამიანი ამ შემთხვევაში იყო ჩემი ქალიშვილი უცროსი ნინო, რომელიც მადრიდში ცხოვრობდა რამდენიმე თვე და იქიდან ჩამომიტანა, მამას ჩამოუტანა რამდენიმე საინტერესო თამბაქო ახლა გაჩვენებთ. ჩიბუხი, როგორც აღნიშნე, სატესტო ჩინური წარმოების არის. Big Ben-ი აწერია, თუმცა ვეჭვობ რომ ეს ნამდვილი Big Ben-ი იყოს. Big Ben-ი არის ესეთი საშუალო ხარისხის ბრიტანული მწარმოებელი ჩიბუხების. არა მგონია იყოს, იმიტომ რომ ესე იყიდებოდა არაფერი არ იყო არც რაიმე შეფუთვაში არაფერში. ბრიარი არ არის, იმიტომ რომ მე ყველა სხვა ჩიბუხი ბრიარის მაქვს. ეს არის როგორც მივხვდი, მე მგონი ალუბალი არის შეიძლება, მაგრამ საკმაოდ ხარისხიანი დარჩა თავისი ფასის და კატეგორიიდან გამომდინარე და ამიტომ სატესტოთ აი ამაში ვეწევი ჩიბუხებს, ამ თამბაქოებს. და აქედან ხვდები თუ რა არის და რა ხარისხის არის. თუმცა ამ ორ თამბაქოს, რომელიც ნინომ ჩავამიტანა მადრიდიდან, ამას შეიძლება არ დაჭირდეს ეს სატესტო თამბაქო, იმიტომ რომ ესენის პირველად უნდა გავსინჯო, მაგრამ ეს უკვე იმ ხარისხის თამბაქოებია, მაგას ახლა ჩემი საექსპერტო დასვნა რომ კარგი არის, არ ჭირდება, ასე რომ კარგი ჩიბუხში შეიძლება. პირველი არის კაპსტანის ფლეიკი, აი ესეთ ოთხკუთხედ შეფუთვაში არის. ბოლო წლებში უკვე კაპსტანიც გადადის, მე მგონი უკვე გვალ შეფუთვებზე, ეს ახლა ტენდენცია არის, ყველა გადადის გვალზე, იმიტომ რომ გვალს თავისი პლუსი აქვს. თუმცა ეს ისე გაგებით არის მოსახერხებელი, რომ ესეც ჰერმეტულად იხურებოდა, როდესაც გაგითავდებათ ეს თამბაქო უბრალოდ კონტეინერად სხვა თამბაქოსთვის შეიძლება გამოიყენოს, და მხოლოდ სახში დადებული. ტრანსპორტირების პრობლემა აქვს მხოლოდ ოთხკუთხედს. იმიტომ რომ როგორც იცით, ეხლაც ნახეთ, შეწყობილი და გამოტომბულია ჰაერი, ფაქტიურად ვაკუუმში არის და ოთხკუთხედს ტრანსპორტირების, აი გვერდზე თუ რაღაცა მოხდა, ან მექანიკურად დაჭერა მოუწია, ეს გამოუშვებს ამ ვაკუუმს, დაირღვევა ეს ვაკუუმის დამცავი მექანიზმი და გვალში შაიბაში ფაქტიურად არ ხდება ეს. ამაზე ცალკე ვისაუბრებთ. ხო, ახლა კაპსტანის აი ეს ფლეიკი, ეს ლურჯი. ამბობენ რომ თუ ჩიბუხის მწეველი ხარ, ფლეიკი ერთი განსაკუთრებით მოვლენა არის და საკმაოდ კარგი რაღაცა არის და ეს კაპსტანის ფლეიკი აუცილებლად უნდა გქონდეს ერთჯერ მაინც მოწეული, შემდეგ მოგეწონება იქნება შენს არსენალში, არ მოგეწონება არ იქნება, მაგრამ ერთჯერ მაინც უნდა გასინჯო. ამიტომ მაგას მე დავაგემოვნებ კარგ ჩიბუხში და შემოგთავაზებთ. ამ ტაბზე კი შევჩერდებით, აი დანიური ვეიოლ არსენია ესეთი მწარმოებელი არის. არომატიკების მწარმოებელი, საკმაოდ ცნობილი, საკმაოდ მაღალი ხარისხის და ძალიან კარგი მწარმოებელია, ძალიან კარგი თამბაქოა. აი ესეთ ყველასგან თითქმის განსხვავებული, ერთი-ორი მწარმოებელი ვინც აი ესეთ მსგავს შეფუთვებს აკეთებს, ძირითადად 50 გრამის ფარგლებში არის, ამაში 100 გრამია, როგორც ვიცი, ესეთი ოთხკუთხედი ალუმინის კოლოფია. ერთი კიდე კარგი დეტალი აქვს, აი ეს გამაფრთხილებელი ისა, რომ მოწევა კლავს, ხო ვთქვი მე, რომ ზოგიერთ ქვეყნებში, ამერიკის ზოგიერთ შტატებში უკვე
პროცესი მიდის და იკრძალება უკვე აი ეს ნაწერებიც და კოლოფები უკვე უფრო პირვანდელ სახესღებულობს და აი ეს დამახინჯებული ის აღარ არის. ვეოლარსენი კიდე წავიდა სხვა გზით, ის უკეთებს ერთნაირ კოლოფებს და ამას აი ამ მას კი არ აბეჭდის დავს თუ როგორ ქვია, კი არ ბეჭდავს თავიდანვე. აი ასეთი კახალდის სტიკერი დაძებებს, ასე რომ თქვენ შეიძენთ ამას, შემდეგ ამას ააძრობთ და კოლოფი დარჩება ესეთი პირვანდელი. დღესდღეობით ვიცი ვეოლარსენი უშვებდა 3 ტიპის თამბაქოს, ერთი არის ეს 1864 და კიდე 2 არის. 2 იყო, ანუ 3-ს უშვებდა, მაგრამ ეხლა უკვე გამოჩნდა გაყიდვაში მე-4 შეფუთვაც. ეხლა სახელებს ვერ ვიხსენებ როგორ ქვია. და ყველა არომატიკია, უბრალოდ რაღაცაში რაღაცა მეტია, რაღაცაში რომელიღაც სახეობა მეტი, რაღაცა უფრო ციტრუსებისკენ მიდის, რაღაცა უფრო სხვა ისა. 1864 წლიდან არის ეს არა მარტო კომპანია, თვითონ აი ეს ნაზავიც თამბაქოსი. აი ახლა რო გითხარით 4-კუთხედის მინუსი 4-კუთხა შეფუთვის. აი ეს უკვე აღარ არის დავაკუმებული. ეთყობა ტრანსპორტირების დროს, იმიტომ რომ ნინო მითხრა, როდესაც ვიყიდე, იყო იგრძნობოდა ვაკუუმიო, აი შეკუმშული იყო ეს ცენტრალური ადგილებიო. ეთყობა დაირღვა და ვაკუუმი გამოვიდა. ამ შემთხვევაში პრობლემა არ არის, იმიტომ რომ მე ამას მაინც გახსნას და მოწევას ვაპირებდი. უბრალოდ ვაკუუმი აუცილებელი, როდესაც თქვენ ყიდულობთ და გინდათ რამოდენიმე წელიწადი შეინახოთ და დააძველოთ თამბაქო. ამ შემთხვევაში უნდა გავაფრთხილდეთ 4-კუთხედს შეფუთვას, ცოტა ისე უნდა შეფუთოთ კიდევ ის, რომ რაღაც ტრანსპორტირების დროს აი ეს არ მოხდეს, არ მოხდეს აი ამ ადგილებში დაჭერა. ეხლა დარღვეულია, გახსნილია უკვე, გავხსნათ ეს კოლოფი. შიგნით არის ესეთი კიდე ჰერმეტიულად შეკრული თამბაქო მოთავსებულია ესეთ კისეთში. გავხსნევ, ნახავ როგორ არის დაჭრილი, რა არომატები აქვს. სული ფაქტიურად არ არის, იმიტომ რომ ეთქვა ძალიან ჰერმეტიულად არის მაინც დაცული. თუმცა როგორც თქვი, ამის შენახვას მე არ ვაპირებ, გავხსნი და ნელ-ნელა მოვიხმარ და თქვენც გაგიზიარებთ ჩემს მოსაზრებას. არის ერთ-ერთი ცნობილი არომატიკი. ბევრს მოწონს, ბევრს არ მოწონს. ბევრისთვის აქვს მგონი ნათქვამი, რომ არომატიკებს აქვს აი ესეთი დამახასიათებლები, რომ ბევრი შაქარი აქვს და სიროპია და მოწევის დროს ის ძალიან ასველებს ჩიბუხს დასველებული და ნამიანი თამბაქო, როდესაც იწვევს, უფრო მაღალ ტემპერატურას წარმოქმნის და ჩიბუხისთვისაც საშიშია და ენაზეც და ყელშიც ცოტა მწარედ იქბინება. ამიტომ ამბობენ, რომ ვეოლარსენი უნდა გახსნა, ცოტა გამოაშრო და მხოლოდ შემდეგ მოწიო. ნუ ეხლა ეს ვიცით, რომ ინდივიდუალურია, ამიტომ არ დავეყნობი სხვების მხოლოდ მოსაზრებას. მე არ მქონია პირველად მაქვს შეხება ამ თამბაქოსთან, ამიტომ მე გავხსნი, ჩვეულებრივად მოვწევ და შემდეგ ცოტა გავაშრობ და ვნახავ. თუ ეხლა ჩემთვის ძალიან სველი და ძალიან ესეთი სიამოვნო იქნება, რა თქმა უნდა, შემდეგ გავაშრობ და მერე მოვწევ. და მერე კიდე შემოგთავაზებთ ერთ განხილვას აი ამ თამბაქოს.